გამარჯობა, თქვენ უყურებთ კონცეპტორის პოდკასტს. ეს ეძღვნება ინტერიერის დიზაინს და რემონტს. საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება იდეები, როგორ გარდაიქმნება ჩანახატი რეალურ დიზაინად. ასევე ვისაუბრებთ კონკრეტულ დეტალებზე, როგორ იყენებს დიზაინერი მას თავის პროექტებში და როგორ ასახავს შესაბამისად. დღევანდელ გადაცემაში განსაკუთრებულ სივრცეს წარმოგიდგენთ კონცეპტორს. ეს არის ადგილი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებლებს და დიზაინერებს მისცემოდათ შესაძლებლობა ემუშავათ ინსპირაციულ სამუშაო სივრცეში. ასევე ერთად შეექმნათ ახალი იდეები და სტუმრად გვყავს კონცეპტორის ავტორი და შემოქმედი პირველი კონცეპტორი, ინტერიერის დიზაინერი ქალბატონი ნინო ჟღენტი. მოგესალმებით. ქალბატონი ნინო, როგორ გრძნობით, როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში? როგორც სახლში. ჩვენიერი ძალიან კარგი. ყორს ეს გარემო და ვთვლი, რომ ჩემი გარემოა. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ხართ, კონცეპტორის პირველი სტუმარი. როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად გამოიყურებით. თქვენი ჩაცმულობა ყოველთვის არის განსხვავებული და ასე რომ როგორც თქვენი დიზაინი განსხვავდება სხვა დიზაინერებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ჩაცმაც სივრცეა და ემოციების გამოხატვა. კი, აუცილებლად ესეა. ეხლა შესაბამისად ვფიქრობდი და რამოდენიმე გამოვიცვალე, ესე ვთქვათ, ლუკი. კი, საგრძნობლად არის ხოლმე ეს თქვენ. მინდოდა რაღაცა აქაურობას მორგებოდა ჩემი ჩაცმულობაც და ჩემი ხასიათით და მოვდიოდი ძალიან დიდი სიყვარულით და სიხარულით, რომ რაღაცებიც უნდა მოუყვეთ, რაღაცები უნდა ავხსნათ და რაღაცა ბევრი ვისაუბროთ ამ ძალიან საყვარელი სივრცის შესახებ. კი, აი ზუსტად ის მომენტი არის, რომ ახსენეთ, თავარი დღეს ყველაზე მეტად არის ის კონცეფცია, რაც დღეობით არის წარმოდგენილი ამ სივრცეში და ზუსტად დღესაც ჩვენი გარემო რაც არის წარმოდგენილი ამ კონცეფციის და იდეის მატარებელი არის. სანამ უშუალოდ თემატიკაზე გადავალთ. მინდა შეგაწყვეტინო, იმიტომ რომ ეს სახელი არის შენი მოფიქრებული, რომელიც არის ჩვენი ყველა ნამდვილად მოფიქრებული, მახსოვს ეს მომენტი, როცა შემოვედი და შენ რამოდენიმე ვარიანტი შემომთავაზე და პირველი რაც თქვი იყო იდეალური და ნამდვილად ერთ სახელი შეესაბამება აქ სივრცეს და ყველაფერს რაც აქ ხდება ნამდვილად. ყველას დამსახურება არის ეს აბსოლუტურად, იმიტომ რომ ერთი ადამიანისგან კონკრეტულად არ მოდის ის იდეა და ის კონცეფცია, რაც რეალურად უნდა შეიქმნას. მთავარი მიზანი ჩვენი რაც იყო ისეთი სივრცე შეგვიქმნა, რომელიც ინსპირაციული იქნებოდა, თამამად ვთქვათ ის, რომ ის გამოგვივიდა, რაც რეალურად ჩაფიქრებული ჰქონდა და ძალიან მიხარია იმ კონკრეტული პატარა იდეიდან, რაც დავიწყეთ და დღეს სანამდეც მოვედით და ესე ამხელა დიდი სივრცე და შოურუმი შევქმნით, რომელიც საქართველოს შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ტოპ გამორჩეული სივრცე დავარქვათ ამ სივრცეს. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის თუ როგორ იქნებოდა ეს სივრცე დეტალურად და რა ეტაპები გავიარეთ, მოყოლებსაც ძალიან დაინტერესებს და უშუალოდ სანამ კონკრეტულად ამ სივრცის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს, მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ჩვენი პირველი პოდკასტი კონცეპტორის, რომელიც უშუალოდ ეხება ინტერიერის დიზაინს და რემონტს. და რამოდენიმე სიტყვით რო გითხრათ, კონცეპტორი რას წარმოადგენს, ეს არის ჯაუკენის პრემიუმ ხაზი, რომელიც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჯაუკენის მეორე სართულზე, სადაც იხილავთ სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ექსკლუზიურ კოლექციებს, სადაც მარტო აქ შეხვდებით და დღევანდელი დღის მთავარი თემა იქნება თვითონ ეს სივრცე, რომელიც რეალურ კონცეფციას წარმოადგენს და სახელიც ზუსტად ქალბატონ ნინომ სწორად ახსენა კონცეფცია, რომელიც ის ფუნდამენტური საფუძველი არის დიზაინში, რომელიც გვაძლევს რაღაც ინსპირაციულს. რომელსაც თავისი ენა და ენერგია აქვს, ასევე ზუსტად აი ფილოსოფიური განწყობა აქვს კონკრეტულად დიზაინში, რომ მარტო დიზაინად არ არის წარმოდგენილი რა, იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ დიზაინერი, როდესაც სივრცეს ქმნის, არა მარტო ფიქრობს იმაზე, თუ რომელი მასალა რომელს მოუხდება, არამედ რა ემოციას და რა შთაგონებას მოგცემს ამ ყველაფერში. კი, ზუსტად ეგ არის. რა იყო პირველი იმპულსი, მეც ჩავაჩრები და რაღაცა დავამატებ ჩემ იმას, ამაც გიბიძგათ მე ამ ყველაფრის შესაქმნელად. რაღაც იცი რა, ალბათ ისე როგორც მე მათე მიამბო და რაღაცა თქვენთან საუბარშიც ესე გაირკვა, მოკლედ ერთ-ერთი მოგზაურობის დროს საუბრობთ რა იყო დადებითი რა ქონდა ჯაუკანს, როგორ შეიძლება უკეთესობისკენ შეცვლილიყო, რა შეიძლება და ვთქვათ უფრო ლამაზად წარმოგვეჩინა, იმიტომ რომ დიდი ხნის კომპანია, რომელიც ნამდვილად დღეს ლიდერი არის ბაზარზე და უკვე საჭირო იყო ისეთი სივრცის გამოყოფა, სადაც დიზაინერები უფრო გემრიელად და რაღაცა უფრო კარგად მოირგებდნენ ამ სივრცეს და ამ მასალას, რომელიც ვთქვათ ისე კარგად არ იყო წარმოჩენილი, როგორც ეკუთვნის ამ ყველაფერს.
და რაღაცა აი აქედან წამოვიდა იდეა, მაგრამ ეს იდეა მეგონა რომ უბრალოდ იდეაც დარჩა, იმიტომ რომ ჩვენ კიდეც ვიკამათეთ, კიდეც ძალიან მახსოვს. ძალიან ბევრი ძაღალი ქონდა ისეთი, რომელსაც ვწოდით როგორი უნდა ყოფილიყო საერთო ჯამში. ფაქტურად გასაყარებელი მე რა იყო თქვენი წარმოდგენა. მეც რაღაცა ვეუბნებოდი რომ არა ეს უკეთესად მეტი შეგიძლია და აი ჯობია რომ ესე გამოვხატოთ. მოკლედ რაღაცა კამათის მომენტში ეთყობა დაიბადა ეს ამბავი და რამოდენიმე თვე რო გავიდა, რაღაცა თქვენთან მოვედი და რაღაცა ჩამოვყალიბდით უფრო ამ სივრცის შეკვრაზე, რომელიც იყო აი ეს ეხა რაც არის და რასაც უყურებთ, იყო მხოლოდ კედლები და აი ეს რამოდენიმე ტიხარი და ნუ თან საქმე იმაში იყო რომ მოცემულობა უკვე არსებობდა, ანუ შენ ვერ შექმნიდი ახლით, ვერ დაიწყებდი გაკეთებას, ანუ აი ამ მოცემულობას უნდა მორგებოდი და ეს არ არის ისეთი ადვილიც, იმიტომ რომ როცა შენ იდეას ვთქვათ რაღაცას მიზანი გაქვს და იდეას განიხილავ, ხო რაღაცა დაალაგებ კიდევაც რა როგორ გინდა უნდა დაალაგო ხე ისე როგორც აი ამ სიტუაციას და აი ამ მოცემულობას ერგება, იმიტომ რომ იატაკი უკვე იყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ვერაფრით ვერ შევცვლით, ანუ უნდა მოვერგოთ და აი ამ სიტუაციაზე კვადრატულობა საკმაოდ დიდი არის, მე მგონი 1000 კვადრატამდე არის და რაღაცა დავიწყეთ და დავიწყეთ ძალიან გემრიელად, იმიტომ რომ აი მნიშვნელოვანი ის იყო რომ მე არ დავიწყე მარტო, მთელმა გუნდმა ერთად და ჩვენმა ხელოსნებმა, რომელიც არაჩვეულებრივად მონაწილეობა მიიღეს ამ ჩვენ რაღაც იდეების განხორციელებაში და მოკითხა ჩვენს ხელოსნებს. ნამდვილად მოკითხა ყველა, ზუსტად ეხა რომ ამოვედი ერთ-ერთი შემთხვევა და მითხრა რომ ეხლა იქ რო ახვალა კიდე რაღაცის გადაადგილება არ მოითხოვო, გეხვეწები, იმიტომ რომ უკვე დავღალე. ნამდვილად იმსახურებენ ჩვენგან მოკითხვას. თუმცა აქედან ისე არ წავალ, რაღაცა მაქვს შესაძლებელი და ეხა აქედან უყურე ფეხს არ მოისვრე, სანამ აი იმ აბაზანას არ გადავდგამთ ერთ ადგილას. ნუ ეს შემდეგში იყოს. და ყველაზე კარგად ამ ჩვენ იდეის განხორციელებას და ამ სულს და გულს რითიც ვაკეთებ, ჯერ ისეთი მართლა მიხარო და მოსვლა. აი ჯერ საქმეს რომელსაც აკეთებ და გიყვარს და ხარია რომ იქ მიდიხარ და ამას აკეთებ და მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე იყო, იმიტომ რომ სულ ვფიქრობდი რომ სახს რომელსაც აკეთებ არის ერთი ოჯახისთვის და იქ რა თქმა უნდა სტუმრები მიდიოდა და ყველაფერს ნახულობენ, მაგრამ სივრცეს რომელსაც აკეთებ, სადაც მივლენ მომხმარებლები, შენი კოლეგა დიზაინერები, რომელიც აუცილებლად დაიწყებენ იმის ძებნას, რომ რა შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო. ნებისმიერი დიზაინერი, ვინც ამოდიოდა ჩვენ შოურუმში, ანუ დაწყების პროცესშიც კი რაღაცა მინიშნებებით უკვე გრძნობდა, რომ ეს იყო ნინო ჟღენტის ხელწერა. ხო, ჩვენ არ ვამბობდით სინამდვილეში. როგორ ხდება უბრალოდ აი ამ ბალანს როგორ ანუ ინარჩუნებ, მით უმეტეს ეხა დღეს არის ძალიან დიდი არჩევანი, ვიცით ხო? ანუ დიზაინის მხრივაც, დიზაინერების მხრივაც და მოკლედ ძალიან წინ წავიდა ეს ყველაფერი და ანუ მაინც როგორ ინარჩუნებ ამ ყველაფერს, რომ ეს ხელწერა მაინც იგრძნობა თქვენი, ანუ აი ესე რომ მადლობა თუ იგრძნობა, ალბათ ყველას აქვს ეს ხელწერა, ანუ ყველა ჩვენ კოლეგას ნამუშევარს რაღაცით გამოარჩევ. ჩემ ნამუშევარს ალბათ გამოარჩევ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ფერი მიყვარს ერთად და ალბათ ეს ყველაფერი ჩემ გარეგნობასაც აისახება, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს რომ იყოს ფერადით და რა თქმა უნდა დაბალანსებული და არ იყოს გადაჭარბებული და მოკლედ ამ ყველაფერზე ვზრუნავდით ერთად და სხვაშორის ჩვენმა ხელოსნებმა, არაჩვეულებრივმა ხელოსნებმა, რომელიც აუცილებლად ვითვალისწინებდი და დალაგების დროს ისეთი ფოტო კოლექცია გვაქვს ჩვენ და ვიდეო კოლექცია ამ გაკეთების დროს, რომელიც მე ხელოსნებმა უყუროთ ამ ვიდეო პოდკასტს, იმიტომ რომ უკვე მეორედ გააჟღერა ალბათ მე ხო, ნუ მაგათ გარეშე შეუძლებელია, ხო? აუცილებლად აზრიც უნდა გაითვალისწინო და ყოველთვის ვეკითხები, იმიტომ რომ რაღაცა ისეთ საინტერესოს აღმოაჩენ და მოგაწვდიან, რაც შენ არ იცი და ამ აღმოჩენებს სულ აკეთებ მაგათთან ერთად და ძალიან საინტერესოა. მეც მიხარია, თვითონაც უხარიას და რაღაცა შედეგიც უფრო გემრიელი და უფრო ლამაზი გამოდის, იმიტომ რომ როცა შენ რაღაცა მაგრამ არის მომენტი, როდესაც რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას ხოლმე შენ იღებ და ზუსტად მე რეადგენ რომ ვთქვათ, აი იმ კედლის გაკეთების დროს ერთად აი პირდაპირ განთქმული ვიყავით იატაკზე და რაღაცა დავხოხავდით და რაღაცა ერთად ავაწყოთ როგორც რაღაცა ლეგოს რაღაცა მომენტი და სხვა ორნამენტები ავაწყოთ, ვიდრე მოცემულობა იყო, ვთქვათ, ამ ხო. ერთი დეტალი მინდა გამოვყო, სწორად თქვით და ახსენეთ ის მომენტი, რომ
თქვენი ვიზუალი რაც როგორც გამოიყურებით, ზუსტად ის მომენტი არის, რომ შოურუმზეც იგრძნობა ეს ყველა დეტალი, ფერები, სხვადასხვა დეკორაციები და სხვადასხვა სარემონტო მასალები, რაც არის გამოყენებული, ფერების ესე რომ ვთქვათ, ამოფრქვევა არის, რომელიც სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი. და ჩემი აზრით, როდესაც ხელოვნებას ეხება საქმე და ძალიან ბევრი ხელოვანი ადამიანი გვყავს საქართველოში და მსოფლიოში განსაკუთრებით კიდევ შინაგანად როგორიც იყვნენ ეს ხელოვანი ადამიანები, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ თავიანთი შინაგანი სამყარო და ვიზუალური მხარე როგორც ხედავდნენ ამ ყველაფერს, ისინი წარმოეჩინათ და ზუსტად ეს ხელწერა, რა ხელწერაზეც საუბრობდით, ეხლა შინაგანი გამოძახილი არის ადამიანის, რომ შინაგანი ხელოვნება რაც ალაპარაკებს ადამიანს, ზუსტად ხელოვნებად გადმოსცემს ამ ყველაფერს საერთო ჯამში და დღესდღეობით ეხლა ამ შოურუმს რო ვუყურებთ, საერთო ჯამში სხვადასხვა ვიზუალი წარმოდგენილი როგორც არის, ჩემთვის კონკრეტულად ესეთი რაღაც არის, რომ კონკრეტული კუთხე წარმოადგენს კონკრეტულ ხასიათს. და საინტერესო არის, რომ სახლში როდესაც რემონტს აკეთებ, ნაცნობი ადამიანები, ოჯახის წევრები ნახულობენ მხოლოდ სივრცეს. და როდესაც გლობალურად უყურებ ამ ყველაფერს და პასუხისმგებლობა გაქვს იმის, რომ შოურუმი უნდა გააკეთო კომპანიის, სადაც ცალკეულწილად არქიტექტორებიც იქნებიან, დიზაინერებიც, გაერთიანებული და ცალკეულწილად მომხმარებლები ყველა კრიტიკულად აფასებდა თან დიზაინის ერთ მომენტი არის, არ დაუბრუნე ხო დიზაინზე. და ყველას უნდა მოაწონო და დაანახო ისეთი კუთხით კონკრეტული მიმართულებები როგორც არის წარმოდგენილი, რომ რაღაცა ინსპირაციის წყარო დაინახოს ადამიანმა და აი ერთი კითხვა მებადება ამ მიმართულებით, რომ როდესაც თავიდან დავიწყეთ ჩვენ კომუნიკაცია, ჩვენი მხრიდან იყო დაახლოებით ის მონახაზი, როგორი გვინდა და შოურუმი და პარალელურად ჩვენც არ ვიცოდით ზუსტად როგორი უნდა ყოფილიყო. აი ამ მომენტში ერთი კითხვა მებადება, დიზაინერები როგორ გებულობთ დამკვეთის აზრებს, როდესაც რაღაც ეტაპზე ჩვენ თვითონვე არ ვართ ჩამოყალიბებული საბოლოო კონცეფცია როგორი უნდა იყოს. რაღაცებს ჩვენ ვამბობთ, რომ აი ესეთი ფერი გვინდა, ესეთი სივრცე და ემოცია უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს წარმოდგენებში საბოლოო შედეგი მაინც არ დგას. და აი ამ მომენტებს როგორ კითხულობთ ინტერიერის დიზაინერები, რომ აი კონკრეტულად იდეა, რაც გვაქვს, ეს იდეა ისე მოგვაწოდოთ და ისე დაგვიხატოთ და ჩანახატი გავუკეთოთ, რომ საბოლოოდ ისეთი ვიზუალი მივიღოთ, როგორიც აქ არის წარმოდგენილი. ამ სივრცეზე მეკითხები ხო, როგორ დავალაგეთ, ანუ როგორ ჩვენი პირველი კომუნიკაცია რაც ხო, საინტერესო ისე რომ ჩვენ არ ქონდა ნახაზები, ხო? 3D ვიზუალი, როგორც ამბობთ ხოლმე და დღემდე მიკვირს ეგ როგორ არის შესაძლებელი და ვიზუალურად არ დაინახო და ისე გააკეთო. რთულია, იმიტომ რომ შეგვიძლია ჯერ დროს მოითხოვდა. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ თავიდან, ანუ ეს ყველაფერი მოითხოვდა დროს, დრო არ ქონდა ამდენი, იმიტომ რომ ისედაც ცოტა დრო არ წაიყო, ანუ თვეები მუშაობდით ამ სივრცის შექმნაზე, ხო? მე მიყვარს საერთოდ ვიზუალის გარეშე მუშაობა, ანუ მე მგონია რომ ეს ხანდახან არის პანაცეა და გინდა რომ გაყვეს ზუსტად იმ მოცემულობას რაც გაქვს, მაგრამ კეთების დროს თან ხვდები რომ ბევრად უფრო საინტერესო შეიძლება დაამატო ან რაღაცა გამოაკლო, ან მიიღო ისეთი სახე, როგორც ვთქვათ ეხლა არის. ზუსტად ამიტომ არის განსხვავებული კონცეპტორი. ხო, იყო ამ ვიზუალზე საუბარი, მაგრამ მე ვთქვი რომ მე ამას მივყვები და გავაკეთებ დამეხმარა, იცი რა დამეხმარა? დამეხმარა ფაქტურებთან მუშაობა. ანუ მოცემულობა არ არის ადვილი, იმიტომ რომ არის ფაქტურა, რომელიც შეიძლება სიმართლე რო გითხრათ, შეიძლება საერთოდ არ მოგწონს, მაგრამ ნუ ეს არის მოცემულობა, ეს უნდა ხო შეთავაზო, ხო, არ მოგწონს, მაგრამ შეიძლება სხვას მოეწონოს. ძალიან დამეხმარა ერთი ყველაზე საყვარელი ჩემი ფილები, რომლებიც ეხა ბოლოს ჩემს ნათესავთან გავაკეთე და შენ ვიცი რომელზეცაა საუბარი. ანუ დამეხმარა სიმართლე რო გითხრათ, აი პირდაპირ გეუბნებით მოგზაურობა. აი პირდაპირ კავშირში არის ამ ყველაფერთან. ძალიან დამეხმარა მოგზაურობა, ის ფილა, რომელიც მე ძალიან მიყვარს, გამახსენა მაროკოში ყოფნა. და რაღაცა მინდოდა მომეწყო ის სივრცე ისე, როგორც ვთქვათ, იქ ვნახე. და ეს ფილა ძალიან შემიყვარდა, ჩემი ფავორიტი არის ამ სივრცეში და ვგიჟდები და ძალიან გამეხარდა, რომ ხე ჩემ ძალიან ახლო ნათესავთ ახალგაზრდა გოგონასთან ის მოვათავსეთ, რაც მე ძალიან მომწონს. აი მოგზაურობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენც გვაძლევთ ამის საშუალებას, ჩვენც რაღაცნაირად ვცდილობთ ხოლმე, რომ ბევრი ვიმოგზაუროთ. ყველა კუთხე რაც არის
მოცემული ჩემი ინსპირაციის სხვადასხვა მოგონებასთან იყო დაკავშირებული. იყო ერთი ჯაიპურთან, რომელიც ძალიან ლამაზი ნაჭერი მე თვითონ მოვიტანე და ვთქვათ აი გადავადეთ, იმიტომ რომ ხო ძალიან მოუხდა, იმიტომ რომ სახში მედო და უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რომ აქ არ წამომეღო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გამახსენდა. ანუ ყველა რაღაცას გახსენებს და რაღაცას ვთქვათ შეიძლება წიგნი გაგახსენოს, შეიძლება შენი საყვარელი ფერები იყოს. მოკლედ, ამას აწყობ ისე როგორც შენ გინდა შენი თავისთვის მოწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენ ამას აკეთებ, როგორც შენ გინდა, როგორც შენი სახს წარმოიდგენ და როგორც საუკეთესოდ გინდა რომ ისე და შეახამო ეს ფერები ერთმანეთთან. თან საქმე იმაშია, რომ ძალიან გაუადვილებს დიზაინერისთვის, რა თქმა უნდა, უფრო ადვილია ჩემი კოლეგებისთვის, როცა ამობრძანდებიან დამკვეთებთან ერთად, ძალიან სწრაფად და კარგად შეარჩევენ ამ ყველაფერს, მაგრამ ყველას არა აქვს სიმართლე რომ გითხრათ, ფუფუნება, რომ აიყვანოს დიზაინერი და მასთან ერთად იმუშაოს. და უნდა რომ სახლი იყოს, ან თავის გემოზე უნდა მოიწყოს. აქ ჩვენ უკვე ისე მოვაწყოთ ყველაფერი, რომ თვალნათლივ შეიძლება ვაჩვენოთ აი ეს ფერები დიახ, რომელიც შენ ძალიან მოგწონს, მაგრამ არ იცი როგორ უნდა წარმოაჩინო. უკვე შენ აძლევს საშუალებას, რომ ამ ფერებთან აი ეს ძალიან კარგად მიდის. ან იქ ვთქვათ, სველი წერტილი, სადაც ვთქვათ, აბაზანა გაქვს, რა მოუხდება, მაგრამ აძლევ კიდევ ალტერნატიულ საშუალებებსაც, ანუ ჩვენ იქ ფილებიცა გვაქვს ისე აწყობილი, რომ კარგად იმჯელოს თქვენთან ერთადაც და ვთქვათ, თავის გემოზე გააკეთოს სახლი და არ დაჭირდეს დიზაინერის დახმარება, იმიტომ რომ ეს არ არის მართლა ხო ადვილი საქმე. ამიტომ რაღაცა თხელი შეუწყეთ მგონია ჩვენ მომხმარებელსაც და რა ვიცი, ჩვენ დიზაინერებსაც მოუწყოთ ისეთი სივრცე ერთად, რომ სამუშაოც ძალიან კომფორტული იყოს. რამოდენიმე ადგილი სადაც შეუძლიათ კი დასხნენ, ვთქვათ, ინსპირაცია მიიღონ კონკრეტული სივრცისგან და ხო, სულ სხვადასხვა ეს სივრცე. ერთმანეთის მსგავსი არ გვინდა რომ იყოს და ამიტომ ხო, აი ეს გამოვიდა ის რაც გამოვიდა და ჩვენი პოდკასტის მთავარი მიზანიც ეგ არის, რომ ვისაც აინტერესებს ინტერიერის დიზაინის და რემონტის შესახებ ის რჩევები და ტექნიკური დეტალები, რომელიც ესე რომ ვთქვათ, თავიანთ სახლებში აკეთებენ, ზუსტად ამ სივრცისგან მიიღონ ის ინსპირაცია და ის შეხედულება, რომ თუ მოუხდება პირობითად თავიანთ საძინებლებში კონკრეტული ფილები, თუ მოუხდება კონკრეტული იატაკის საფარი ამიმართულებით და ინსპირაციები აიღოს აქედან. საერთო ჯამში კონცეპტორის ეს პოდკასტი ეძღვნება იმ ადამიანებს, ვისაც სურს რეალურად მიიღონ ინსპირაცია და რეალური რჩევები ინტერიერის დიზაინის დაგეგმარების და ასევე რემონტის, რაც ესე რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ადამიანისთვის. და სწორედ ეს სივრცე და ეს პოდკასტი ეძღვნება იმას, რომ ინსპირაცია და გარკვეული ინფორმაციები მიიღოთ ინტერიერის დიზაინის და რემონტის შესახებ. რომ არ გამოგრჩეთ საინტერესო სიახლეები კონცეპტორის პოდკასტთან მიიღებთ საინტერესო რჩევებს. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ჩვენი ვიზუალური გემოვნება არის ძალიან მკაფიო უდაოდ. ამაზე, ანუ ყველა თანხმდებით. ორი აზრი არის. კი, ყველა თანხმდებით. ყოველთვის ასეთი იყო თუ დროთა განმავლობაში, ესე რომ ვთქვათ, ანუ ჩამოყალიბდა. ალბათ ჩამოყალიბდა, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდა. საერთოდ ბავშვობიდან სულ მინდოდა ის მეკეთებინა, რასაც დღეს ვაკეთებ. სინამდვილეში მე ვარ პროგრამისტი და პროგრამირება დავამთავრე, მაგრამ ვაკეთებ იმას, რაც მე ძალიან პროგრამირება. დიახ. აბა სხვანაირად პროგრამება ყველაფერს. კი, ვაპროგრამებ სხვა. სადაც ძალიან პრანჭია ყოველთვის ვიყავი და ეთყობა მიყვარდა ის სუეს რაღაცების კეთება, შენება, მშენებლობის ყურება, ალბათ წინა ცხოვრებაში აუცილებლად მშენებელიც ვიყავი. ხანდახან ვფიქრობ, რომ ალბათ ხის ხელოსანი ვიყავი, იმიტომ რომ ხეზე მუშაობაც ძალიან მიყვარს და მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და მთელი ჩემი, რა თქმა უნდა, ენერგია, დრო და სიყვარული არის მომართული ჩემი საქმისადმი და ჩემ სტუდენტებსაც ვეუბნები, რომ აი, როდესაც სადღაც შეხვალთ და ნახავთ, რომ თქვათ რაღაცა არ მოგწონს, ან ძალიან მოგწონს, ან შენ გონებაში დაიწყებ ამის შეცვლას, ან ისე გადაკეთებას, როგორც შენ გინდა რომ გაგეკეთებინა, მორჩა. ესე იგი უკვე შენ მოწამული ხარ ამ საქმით, ანუ ძალიან გიყვარს ეს საქმე, იმიტომ რომ სადაც არ უნდა იყო, მეტროში ჩახვალ თუ ავტობუსში შეხვალ თუ რაღაც კაფეში შეხვალ და შეამჩნევ იქ ან სილამაზეს, ან იმას, რაც შეიძლება გინდა რომ აი რა კარგი იქნებოდა, რომ ხო, რა კარგი იქნებოდა, რომ ესე გაეკეთებინა, ან ეს ფერი დაესვათ, ან აი ამას მე ესე გავაკეთებდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ შენი აზროვნება თუ უკვე ესე არის მიმართული, შენ უკვე
მოწამლული გაქვს. მოწამლული ხარ? მაინც როგორ ფიქრობთ, ანუ გემოვნებას, აი როგორც გემოვნება ადამიანს, ანუ შესაძლებელია ასწავლოთ? თუ უბრალოდ მე არ ვსწავლი გემოვნებას, ერთადერთი რასაც არ ვსწავლი. მეც რაღაც ალბათ ამითარე. სახლი მინდა იყოს მშვიდი და ამ სიტყვას ხმარობენ, ბეჟი მშვიდი. აქ უკვე, შენ უსმენ, მაგრამ აქ უკვე დამთავრებულია ის ამბავი, რომ ეს სახლი ესეთი მშვიდი, რომელიც შენ გინდა, შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ შეიძლება სხვა ფერები იყოს. ანუ ამას ნელ-ნელა აწვდი, წვეთობით და თქვათ ისე აკეთებ, ისე აკეთებ, ხო, რა თქმა უნდა. ისე რომ თქვათ, ანუ ჩემენაზე. ყველას ჩვენი ხერხი გვაქვს, თქვათ იმ იდეის შეცვლას, რომელიც გინდა, რომ შენ დამკვეთ შეასრულო, უფრო კარგი მისცე და მთავარი ისაა, რომ დამკვეთ მარც კი იცის, რომ შენ ბევრად უფრო მაგარი გინდა გაუკეთო. კი ვერც ხვდება, იმიტომ რომ შენი შედეგი რაც შენ გინდა დადო, ბევრად უფრო მაღალია, ბევრად უფრო კარგია, ვიდრე თვითონ წარმოუდგენია. და რა ვიცი, ამას რაღაცა ტექნიკით შენთან ყველა დიზაინერი ჩვენ რაღაცა ხერხებს ხმარობთ იმისი, რომ უფრო ლამაზად წარმოვადგენოთ და უფრო ლამაზი ვთქვათ შედეგი დავდოთ იმ სახლის, რომელიც ვთქვათ მშვიდი ეგრეთ წოდებული ბეჟი არის, რა თქმა უნდა, ფერების სხვადასხვა გამოყენებით. ერთ შემთხვევას ვიტყვი, ერთი ჩემი დამკვეთი რომელსაც დღეს ძალიან ლამაზი სახლი აქვს და თვითონ ძალიან კმაყოფილა, დიდი ოჯახია, სულ უნდა რომ ქონოდა თეთრი სახლი. და ნელ-ნელა ისეთი ფერები შევიტანეთ, რომ ამბობდა რომ რა კარგია რომ მე ესეთი ფერადი სახლი მინდოდა, ნინო და დავიწყდა, რომ მას უნდა თეთრი სახლი. ანუ ჩვენ რა თქმა უნდა, ხო, შევცვალეთ ისე, როგორც მოვერგეთ მათ, რა თქმა უნდა მის გემოვნებასაც და კიდე ერთი რაღაც არის ძალიან მთავარი, ყველა ოჯახის წევრს ერგები და ინდივიდუალურად არჩევ მისთვის რაღაცა გემოვნების მიხედვით და ეს ყველაფერი იკვრება და ხდება რაღაცა ძალიან სასიამოვნო. და არა მარტო მომხმარებლებს ერგება, ნინო, მე ამის მომსწრეც ვარ და ანუ შემსწრეც, ესე რომ ვთქვათ, ყველა ხელოსანს, ანუ ყველა ხელოსნის რჩევას ითვალისწინებდა ჩვენ პროცესში, რასაც მივყვებოდით ეტაპობრივად. ჩვენზე კარგად იციან ეს საქმე. ამიტომ ძალიან მომწონდა ეს უნარი ამ ადამიანის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ითავისებდა, ესე რომ ვთქვათ, გარშემოყოფების იდეებს და რჩევებს და მადლობა ამისთვის. მადლობა. ერთი რამ მინდა აღვნიშნო. ზოგადად ხვდებით, რომ ინტერიერის დიზაინი ძალიან რთული პროცესი არის, ხო? იმიტომ რომ მილიონი ფერი არსებობს, მილიონი ფაქტურა არის და რთული არის. ხო, ყველაფერი განსხვავებული არის და ძალიან ბევრი ვარიაცია გაქვს. ეს ხო რთული არის. თან ხვდებით ყველა ამაზე. მაგრამ ნინომ რაც საუბრე ახლა, ცალკე კიდე პროფესია არის ფსიქოლოგია. როგორ უნდა მიაწოდო ადამიანს ინფორმაცია ისე, რომ იფიქროს, რომ მისი ნაფიქრი არის და არა ჩემი მიწოდებული. აი, ეს არის ამბავი. ამაშია ტექნიკა და დამატება. ეს არ სათავარია, ამას შენ თუ იფიქრებ და აი ცხოვრების გამოცდილების სხვა შორის ამას ლალიკო შენს სამეთანხმები რომ სტუდენტებს მეც ვეუბნები რომ ამას ვერსად ვერ წაიკითხავ, ეს არის გამოცდილება ჩემი და თან შენ ამბებს უყვები, იმ ეპიზოდებს უყვები, რაც გაიარე ცხოვრებაში, თქვა დამკვეთებთან ერთად, რომელიც მართლა არასად არ წერია, მაგრამ აუცილებლად გამოგაწკება ხვალზე, აუცილებლად გამოგაწკება, იმიტომ რომ ეს ამბავი გექნება. და ყველას ვეუბნები რომ თქვენი ტექნიკა გექნებათ, რომ აი ლამაზად მიაწოდო და შედეგი რა თქმა უნდა დადო ისეთი, რომელიც თქვა დამკვეთი. კი, აი ამის თქმა მინდა და ნამდვილად რომ აი არა მარტო ლამაზია ნინოს გაკეთებული სივრცეები და წარმოდგენილი რაც გვაქვს კონცეპტორში, არამედ ანუ ამასთანავე რაღაც ემოციებს, ემოციურად აი რაღაცა შთაბეჭდილებას ტოვებენ ისეც, რომ აი თითქოს აი როგორც წეღან ვახსენეთ, ყველა სივრცე, მე კი ვიცი რომ ნამდვილად ყველა სივრცე და ეს რაღაც ზონები მოიცავს, ანუ ძალიან დიდ ისტორიას, მაგრამ აი მაყურებლის ყურამდეც და ანუ მაყურებლამდეც მინდა რომ მივიტანოთ სწორად, რომ რამდენი ემოცია შეიძლება გადმოეცეს, ანუ ნებისმიერი ფილით, ფერით, სტილით და ანუ მადლობა პირიქით, რომ აი ამ ყველაფრის რამდენი ვიარეთ, არავინ არ იცის, სად არ ვიარეთ, რამდენი თემა გავაკეთოთ, იმიტომ რომ აგერ ჩვენ არ არის დამალული, სათითაოდ ვარჩევდით ნითოს, რომ რესტარაციასაც უკეთებდით და შემდეგ წარმოვადგინეთ ისე როგორც ვთქვათ, როგორც საინტერესო არის ყველაზე დიდი გამოწვევა რა გახსენებათ ამ სივრცის შექმნისას. რა გქონდა ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი ფილოსოფია, რომ აი რაღაცა პრობლემა უნდა გადავჭრათ და რაღაცა ისეთი უნდა გავაკეთოთ, რომ აი რა სირთულეებთან შეიძლება, ნუ სირთულეებთან ესეთი ნათქვამია, მაგრამ აი სირთულე თითქმის არ იყო, იმიტომ რომ აი პირდაპირ კეთყვით რა,
კომფორტი არის აქ მუშაობა ნამდვილად. იმიტომ რომ ყველა ჩემი იდეა რაც მე მინდოდა, რა თქმა უნდა განიხილავდი თქვენ და თქვენ ძალიან დიდი დახმარება ამ ყველაფერს და მადლიერება და ყველა სათითაოდ ყველას. იმიტომ რომ ყველა ჩემი ვთქვათ იდეა განხორციელდა აქ მუშაობის დროს. მთავარი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო განათება, რომელიც ადვილი არ იყო ამის გადაწყვეტა, იმიტომ რომ აქაც მოცემულობა გქონდა, ანუ ჩვენ ახალს ვერაფერს ვერ დავამატებდით და არ იყო ადვილი ამ განათების შესრულება. მე ვფიქრობ, რომ განათებაც აქ ერთ-ერთი წამყვანია, სადაც რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა ყოფილიყო კიდევაც და აქ ერთ დეტალს დავამატებთ. ეს იყო ცოტა დილემა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გადავწყვეტეთ. ერთი დეტალი არის, რამაც ძალიან დიდი გარდატ ეხა მოახდინა, იყო ფერი. ფერი, რომელიც პირველ სართულისგან რადიკალურად განსხვავებული არის. და როდესაც მომხმარებელი ამოდის და მეც მაგალითად ეგრე ვარ, პირველ სართულიდან მეორე სართულზე რა მოვდივარ, სულ სხვა სამყარო არის, ეგრე წარმომიდგენია. და ლაპარაკის დროს რო ვახსენეთ, თითოეული ზონა რაც არის, რაღაცა ისტორიას გიყვება. და გაფიქრებს, რომ აი კაირო ახსენეთ და რაღაც კუთხე კაიროს რაღაც კაიროს ვაიბები მოაქვს, ესე რომ ვთქვათ, ჟარგონად შეიძლება ითქვას. და კონკრეტული სივრცეები არის ისეთი, რომელიც კონკრეტულ ისტორიას გიყვება. და ზუსტად კონცეპტორის დანიშნულებაც ეგ არის, რაზეც მთელი პოდკასტის განმავლობაში ვლაპარაკობთ, რომ აქ მოსულ ადამიანებმა ზუსტად ის კონცეფცია შეიგრძნონ და ის იდეა იპოვონ და ის ინსპირაცია, რაც მათ ძალიან ჭირდებათ. თქვენი აზრით, კონცეპტორში, როდესაც მოხვდება ადამიანი, პირველი შთაბეჭდილება და განცდა რა უნდა დაიბადოს? აი, მთავარი ჩანაფიქრი რა არის? ხო, ჩანაფიქრი არის ძალიან მარტივი. პირველი რაც არის შემოსვლის დროს, ამ სივრცეში ამოსვლის დროს ძალიან უნდა მოეწონოს ყველაფერი. ანუ უცებ მართლა უნდა დაიბნოს, იმიტომ რომ ბევრი სივრცეა და ბევრი კუთხე არის, რომელიც რაღაცა სხვადასხვა ზონალურად ხო. თითქოს ერთიანად ხედავ ამ ყველაფერს, მაგრამ აუცილებლად უნდა იქაც გაიხედო, იქაც გაიხედო, ანუ ბევრი ზონა არის, სადაც გაიხედავ და რაღაცებს დაათვალე და მე იწყებ უკვე ათვისებას, იწყებს ათვისებას და უკვე ნელ-ნელა ნახულობ რა გინდა, რა მოგწონს და რა გინდა რომ წაიღო შენ სახლში და შენი აბაზანა, ან შენი სამზარეულო, ან შენი საცინებელი, როგორი გინდა. რამდენიმე სივრცე გვაქვს, ხო, აი რამდენიმე თემატურად. ჩვენ ამაზე ვფიქრობდით, თამოდა მე და შენ გავლილი. კი, ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან გრძნობიარე თემაა და ანუ შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო ამ თემაზე, უბრალოდ ეხლა ნამდვილად შეიძლება ეხლა ვიღაცას არ იყოს ესეთი საინტერესო, თუმცა ჩვენ ცალკე მე შეგვიძლია ამაზე გავაგზავნოთ საუბარი, მაგრამ ნახეთ რა მინდა გამოვყო. კონცეპტორის სივრცეში არის დაყოფილი, ესე რომ ვთქვათ, რამდენიმე სივრცე. და ყველა არის თემატურად განსხვავებული. აი თითქოს, მაგრამ მთლიანობაში მაინც აი კიდევ იქ განმეორდებით. ფიგურებიც სხვადასხვა კი, ყველაფერი განსხვავებული არის. თუმცა აი ნებისმიერი ეს 4 ანუ თუ 5 რაც არის წარმოდგენილი ჩვენ სივრცეში, ანუ აი ამ ხელწერას როგორ ტოვებთ? აი როგორ ახერხებ ამას, რომ ეს ყველაფერი მაინც იყოს ერთიანი? თუ მოახერხე, ძალიან დიდი მადლობა. კი, და ესე რომ ვთქვათ, ეს დაუვიწყარი შეგრძნებები რო შესწინოს, ან როგორ აბალანსებთ ამ ყველაფერს? იცი რა, არის ერთი ხერხი რა უნდა გააკეთო, ანუ რა არის დიზაინში რამოდენიმე ესეთი ხერხი, რა უნდა გააკეთო, რა არ უნდა გააკეთო. ერთ-ერთი რაც არ უნდა გააკეთო და უფრო კარგია რომ ესე წარმოსახო, ეს არის რაღაცნაირად ერთნაირი ფაქტურების გაფანტვას. მე ვთვლი, რომ არის დაკარგული, იმიტომ რომ რთულია მე ეს ყველაფერი ერთად წარმოიდგინო და დაინახო. ეს ხერხი გამოვიყენე მე ერთ ზონაში, იცი შენ რომ ზონაშიც ახლა პირდაპირ ხედავ, რომელიც სასტიკად არ მომწონდა, ანუ ეს ფილები ისე არ მომწონდა ერთად რომ წარმომესახა. და კიდე არის მეორე კუთხე, რომელიც ძალიან მომწონდა, მაგრამ ერთად თავმოყრილი, ბევრად უფრო ეფექტური და კარგი გამოდგა. ის სივრცე, რომელიც ყველაზე მეტად, უпроსტად ის ფაქტურები, რომლებიც მე არ მომწონდა, მაგრამ ერთ რაღაცა ხასიათს ქმნიდა, გავაკეთეთ და დღესდღეობით უცებ ისე მოხდა, რომ ყველაზე მომგებიანი, ყველაზე ეფექტური და ყველაზე გაყიდვადი და შთაბეჭდავი აღმოჩნდა. იმიტომ რომ მე მგონია, რომ ჩანაფიქრი კი იყო, მაგრამ აი ეს ხერხი გამოვიყენეთ, ეს ერთი სტილი ერთ ადგილას მოვათავსეთ, არ გავფანტეთ, იმიტომ რომ მე აღქმა უკვე კარგავს. ანუ გავიწყდება იქ რა ნახე და რა შეიძლება რომ ერთად აირჩიო, თქვათ ერთი სტილი, საიდან შენ ხა
იქედან ვერ აირჩევ, შენ უკვე იცი და შენ იცი რომელზეა საუბარი, ანუ რაღაცა იქ ვამბობდით, რომ ამას კარგად ვერ გავაკეთებ და მათ ეს ვეუბნებოდი, რომ შენ მომიტან, თქვა ლეოპარდის ან ვეფხვის ფიტულს, რომ იქ დავკიდო და კი ეს გავაკეთოთ წარმოუდგენელი. სანდროს ძალიან ეფექტური და ორიგინალური გამოვიდა და მოვიდა ძალიან ბევრი ერთ-ერთი ადამიანის ესე რომ ვთქვათ აღთუანება გამოიწვია. მე თვითონ მიკვირდა როგორი ლამაზი გამოვიდა და რაღაცა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილია ისიც. ასევე მეორე გვაქვს აი იქით წარმოდგენილი ცოტა ისიც აზიურ სტილში არის, აი ეს მაროკო არ არის, მაგრამ შეიძლება რაღაცა აღმოსავლური სტილის ორნამენტები, რომელიც არის ძალიან ლამაზი, რომელიც ერთ სივრცეში მოვათავსეთ და იმას კიდე დავამატეთ ზემოდან განათება და ხო დეკორატიული სანათები, რომელმაც გაამართლა. კონცეპტუალურ სივრცეში წარმოდგენილი არის ძალიან ბევრი ზონა და როგორც თქვით, თითოეული ზონა რაღაცა ისტორიას ყვება. და ესეთი კითხვა მაქვს და ძალიან მაინტერესებს, თქვენთვის რომელი ზონა არის გამორჩეული და რომლისკენ ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტად მიგდით გული რომ აი ის სივრცე არის, რომელიც უფრო მაკავშირებს და აი ხო, ჩემთან არის უფრო ახლოს, რომელი სივრცეს გამოარჩევთ? თავიდან კი ვთქვი, რომ ეს მაროკოს ამბავი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ იქაურობა მახსენდება. მაგრამ სინამდვილეში აი ამ ხაზის ბოლოში არის ერთი ძალიან ლამაზი კუნძული, რომელიც აი ისე უცნაურად გამოვიდა ეს კუნძული. ორდონიანი არის და ზემოდან განათებებით ძალიან ლამაზი გამჭვირვალე ნიჟარები აწყია და რაღაცა ძალიან დახვეწილი არის, მგონია რომ ყოველთვის ისეთი დახვეწილი ადგილია. თუმცა მართლა სანამ მანამდე მიხვალ კიდე გაივლი რაღაც, ანუ ყველა კუთხე გვინდოდა რომ საინტერესოდ ოღონ არა გადაჭარბებულად დატვირთული ყოფილიყო. ეს ფორმა ამ კუნძულმა მიიღო იმის მიხედვით, რა ფორმის ფილებიც ჰქონდა და ისეთი მარაგი როგორც იყო, კი, როგორც იყო მარაგი, ერთი გაგვიწდა და წვეტი გავაკეთეთ, მეორე მივიღეთ ეგ ფორმა. კი, ის მარაგი რაც ჰქონდა წითელი ძალიან მცირე რაოდენობით ისევ დაგვჭრა, მხოლოდ ფეხი გავაკეთეთ, რომელიც საკმარისად ძალიან ზომიერად ჩანს და მოკლედ ეს ფორმაც კიდე შეიქმნა იმის მიხედვით, რა როგორი ფილა ქონდა, რა თქმა უნდა, ხელოსნების ძალიან კარგი დახმარებით, იქვე ხაზავდით, იქვე ვაკეთებდით ამ ყველაფერს. ისე საინტერესოა, რაიმე ესეთი ხრიკები ხო არა გაქვთ, რომ გაგვიზიაროთ და ჩვენს მაყურებლებსაც რომ გავუზიაროთ ინტერიერის დიზაინი როგორ უნდა შევქმნათ ისე რომ აი პატარა დეტალებით შევქმნათ ძალიან მაგარი რამ. აი შეიძლება ესე, ეხლა თუ ჩემი დამკვეთი ამას ნახავს და აუცილებლად მე ვანახებ. ერთი ძალიან საყვარელი ჩემი ოჯახია, რომელსაც უკვე მე რამდენი სივრცეს ვაკეთებ. ამ კაცმა მითხრა, რომ არ მაქვს, მე ეხლა არ ვიყიდი, ანუ ფანჩატური არის, მაგრამ ეს ფანჩატური არის 180 კვადრატი, ესეც არის. მე ეხლა არ მაქვს ფილების ყიდვის საშუალება და აი ხა რაც არის, აქედან უნდა გავაკეთო. მოგვიტანა ერთი 8-ნაირი ფილა და აი ამ 8-ნაირი ფილით ავარჩიეთ, აურიეთ და გამოვიდა ძალიან ლამაზი სივრცე. იცი რაღაც მოერგები, არ არსებობს დიზაინერი, რომელიც ვერ მოერგება. აი წარმოუდგენელია. არა, მაგრამ აი ეს არის მოცემულობა. იმ მოცემულობიდან რაღაცას აუცილებლად გააკეთებ და მოერგები, შეიძლება რაღაცა ნაწილი შეღებო, შეიძლება ნაწილი კერამოგრანიტით გააკეთო, შეიძლება რაღაცა კანტე, მოკლედ ყველაფერი შეიძლება რა. თავარი ხედვა კონდეს, რომ რაც გახსებულა წარმოდგენილი, ალბათ კი რა აუცილებლად მოახერხებს ყველა დიზაინერი, ვთქვათ იმ მოცემულობიდან გამომდინარე. ეს ის მაგიდა და ეს კუნძული არ არის პატარა, საკმაოდ დიდი კუნძულია და ძალიან საინტერესო. ხო, მე რატომღაც მეგონა რომ აი პირდაპირ ესეთი უნდა იყოს, ესეთი დავხაზეთ და ფილები ავიღე და ფილებისგან შევკარით ეს. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აი სწორედ იმ კუნძულზე, რომელზეც ბევრი ვიცვალეთ და შედეგი იყო ძალიან ლამაზი, ამშვენებს ფილიპ სტარკის ვინტაჟური სკამები, თეთრი ფერის გამჭვირვალე, არაჩვეულებრივი სკამები. რომლებიც რა თქმა უნდა არ გაიყიდება. რა თქმა უნდა, მცდელობა იყო, თუმცა ჩვენ ასე მარტივად იმდენ ემოციას და იმდენ შეგრძნებებს გვაგონებს და ანუ რა თქმა უნდა. კი, ნამდვილად იშვიათი ნივთია. თეთ მაგაზე როგორი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სივრცის იშვიათი ნივთია, იმიტომ რომ ესეთი უკვე აღარ გამოდის და ჩვენ შოურუმს ამშვენებს. ნებისმიერი განათება, ნებისმიერი სავარძელი ჩვენთვის ძალიან ისე რომ თქვათ, ანუ ემოციებიდან გამომდინარე და არ არის ესე შემთხვევით შერჩეული. სივრცე ჯაოკენის და კონცეპტორის არის იმდენად მსუყე, იმდენად მდიდარი, შეუძლებელი აქ არ შემოხვიდეს და ვერ აარჩიო, არ ჭირდება ამას დიზაინერის დახმარება ნამდვილად. შეუძლებელია შენ გემოვნებას ვერ მოარგო.
აი წარმოუდგენელია, მართლა ისეთი არჩევანია, მე ვიბნები, რომ იმდენად ბევრი რაღაცა მომწონს და მინდა გამოვიყენო, რომ შემდეგ ანუ მჭირდება კარგი დაფიქრება, რომ აი რა ვთქვათ, გამოვყო ამ ყველაფრიდან, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივი აი ზუსტად პირველ კითხვაზე გადავიყვანა ახლა ამ პასუხმა რაღაცნაირად აი რა მოგცათ, ანუ რა მოგცა ეს ბიძგი, რომ ეს ყველაფერი ესე რომ ვთქვათ, ანუ შეგვექმნა და ამის შესაქმნელად ზუსტად აქედანაც შეიძლება რომ ანუ ის მიზანი რაც იყო, ვთქვათ, ჯაოკენიდან კონცეპტორამდე არის ეს გზა, შეიძლება ჯაოკენი მაინც ჯაოკენია და კონცეპტორი უკვე სხვა სივრცეა, ხო და და სხვა ხედვა არის კონკრეტულად ორი სივრცეში წარმოდგენილი. ჯაოკენის სივრცე როგორც თქვით, უამრავი დიზაინი არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს სივრცე კონცეპტორი იმის გამო არის შექმნილი, რომ აი საერთო ხედვის ადამიანები უნდა შეიკრიბონ და კონცეპტორში წარმოდგენილი არის ზუსტად ის სამუშაო სივრცეები, სადაც ჩვენერად შეუძლიათ დასწნენ, იმუშაონ სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრონ და აი თავარი რაც არის, რა კონცეფციაც და იდეაც აქვთ, ჩვენი სივრცისგან მიიღონ ის თავარი ინსპირაცია. და ეს სივრცე დღეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დღეს დაჯდე აქ და ინტერიერის დიზაინის მოწყობას თუ აპირებ, რაღაცა ინსპირაცია, მაროკოს სტილი პირობითად და გარდაუვალია რომ ეს ყველაფერი არ გადმოვიდეს დადებითად, ანუ არ შეიგრძნოს ადამიანმა ეს ყველაფერი. კი, ამის საშუალება ნამდვილად არის. შექმნა, რაც გვაქვს წარმოდგენილი და ანუ ერთი ესეთი დეტალიც მაინც რომ ცოტა ნუ განვავრცოთ, შესაძლებელი თუ არის, ანუ ქართული ინტერიერის დიზაინსაც მაინც რაღაცნაირად რო შევეხოთ, რადგან ნინოს, ანუ რატო ვეძიები ხამ კითხვაში, იმიტომ რომ ნინო არის ანუ ისეთი ადამიანი, რომელიც არ უღებს ყველანაირ სტერეოტიპს, ჩემს თვალში, მოკლედ, რო ვთქვათ, ანუ ჩარჩოებში ვერ ჩასვავ და მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ამის, იმიტომ რომ ჩვენ ერთ დღეს რომ მოვიდა ნინო შოურუმის რაღაც დეკორაციების გადასალაგებლად, რაღაცა სავარძლები დავალაგეთ თანაბრად, თუმცა იყო არაერეული და ნინო პროცესში, ლაპარაკის პროცესში, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდოდა რომ პერფექციონისტურად აი ესეთი დიზაინი არევა ხანდახან დაალაგებას ნიშნავს. ისე დაალაგა, როგორც მასთან, ანუ შინაგან გაწყობასთან უფრო ახლოს იყო და ეს მე აღნიშნე და შევნიშნე, რა თქმა უნდა, და ამიტომ გამოიწვია ძალიან დიდი ემოცია, დადებითი, იმიტომ რომ აი ეს ადამიანი ჩემ თვალში არ უღებს ამ ყველაფერს, ანუ არ სტანდარტებს, მოდი ესე რომ ვთქვათ და ჩარჩოებში ვერ ჩაჯდება. ამიტომაც არ ქონდა ნახაზები, ანუ ამიტომაც აი თვითონ მუშაობის პროცესში წამოვიდა ეს იდეებიც. აი ზუსტად ვიცი ერთ-ერთი ზონა როცა იწყებოდა, ანუ რაღაცა რამდენიმე დეკორაციული ფილისგან იწყობა და იატაკზე გავშალეთ და მეც კი მეკითხებოდა რჩევებს, როგორ ფიქრობ, ეს რგოლი ან ეს ხაზი შენ სად გინდა რომ დავდოთ? ანუ ამდენად იყო ჩართული რა არის ის, რას შეცვლედით, ან რა გაწუხებთ ქართული დიზაინის, ანუ ესე რომ ვთქვათ, ინტერიერის დიზაინში, აი ჩარჩოებში მოქცევა, ცითამამის ნაკლებობა თუ ეს რაღაცა სტერეოტიპები, აი რას შეცვლედით? მე კი ვიცი, რასაც ცვლიდით და პროცესში რასაც ვაკეთებდით, უბრალოდ მაინც მინდა რომ რაღაცნაირად ესე შენი ენით აგვიხსნა ეს ყველაფერი. იმას ვთქვით, უშუალოდ ინტერიერის დიზაინი საქართველოს ჩარჩოში არის მოქცეული. ვერ გეტყვი ესე, იმიტომ რომ ქართველ ადამიანს ძალიან კარგი გემოვნება აქვს. და ზუსტად იცის რა უნდა. ანუ ქართულ ჯიშში და გენში იმდენად ლამაზი ფერები დევს, ანუ ქართულმა მომხმარებელმა იცის რა უნდა. შეიძლება არ კონდეს იმის საშუალება, რომ ზუსტად ისეთი გააკეთოს, მაგრამ თავარი ისე რომ აქ ფასთან შედარებით შეუძლია, შეიძლება ვერ შევიძინოთ კონცეპტორში ის რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ მსგავსი აუცილებლად ჯაუკენში იყიდება და ქართული გემოვნება იმდენად დიდია, რომ მე ვერ გეტყვით რომ რამეს შევცვლი, რა თქმა უნდა, ვერ შევცვლი, იმიტომ რომ დაყოლილი ნიჭი ქონდა ქართველებს. კულტურული ღირებულებებიდან მოდის ეგ ყველაფერი, თუნდაც ჩვენი ტრადიციული ტანისამოსები რაც არის, გამომდინარე, მეც მინდოდა თავსაბურავიდან და ჩვენი აღნაგობიდან გამომდინარე ქართულ ადამიანს ძალიან კარგი გემოვნება, ზუსტად იცის რა უნდა. ძალიან კარგი პასუხი იყო. სასიამოვნო მოსასმენია ნამდვილად. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს ზუსტად ის კონკრეტული მოდელები შევთავაზოთ და იმ თანამედროვე ტენდენციებს, რაც
დიზაინმა უნდა უპასუხოს, სწორედ მსგავსი მასალები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ამ განვითარებას ფეხი აუწყოთ არა მარტო ჩვენ, არამედ მომხმარებლებმა და მთლიანად განვითარების თვალსაზრისით ისე ეტაპობრივად ვითარდებით თითოეულ ჩვენთაგან. კიდე აღნიშნავ, რომ არც ჩვენი შოურუმი, არც ჩვენი გაკეთებული დიზაინი, არც ჩვენი გემოვნება ჩვენ მომხმარებელს გულისხმობ, არ ჩამორჩება წამყვან იტალიურ და ესპანურ და თუგით ნებისმიერი ქვეყნის, თუგით ფრანგულს, მაგრამ იტალიურს მაინც ხაზს გაუსვამთ, იმიტომ რომ მაინც ფავორიტია ჩემთვის. არ ჩამორჩება ნამდვილად არანაირად, იმიტომ რომ ქართველმა იცის რა უნდა აირჩიოს. სანამ დავასრულებთ ეპიზოდს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ნინო ჟღენს. ასეთი საინტერესო საუბრისთვის, იმედია თქვენც მოგვეწონათ. ჩვენ ნამდვილად მოგვეწონათ და ძალიან გმაყოფილები ვართ. და საინტერესო დეტალები გავიგეთ, რაღაცებთან დაკავშირებით, თურმე როგორ დაიგეგმა იმ კუნძულის გაკეთება და როგორ შეიძლება. ხო, მეც არ ვიცოდი. წინასწარ მეგონა რომ ეს ყველაფერი დაგეგმილიყო და სწორად დახაზო ესეთი უნდა ყოფილიყო საერთოდ. ბევრი რაღაცა კიდე არ მოვყევით. ხო. ნინოსთან შეგვიძლია კიდევ ცალკე თემები, ცალკე ეპიზოდები, ესე რომ ვთქვათ, მიუძღვნათ და თუ მართლა მოგეწონათ თქვენც, მოიწონეთ ჩვენი გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დანარჩენს. დალაიქეთ ვიდეო და შემდგომ პოდკასტებში დავამატებთ ახალ რუბრიკას, სადაც უშუალოდ მომხმარებლებსაც შეგეძლებათ კომენტარების დაწერა. რა გაინტერესებთ, მოგწერეთ, დაგვიწერეთ კომენტარებში და შემდგომ პოდკასტებში ჩვენი სტუმრები და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პასუხები გავცეთ თქვენს კითხვებს. ეს იყო კონცეპტორის პოდკასტი. ძალიან დიდი მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს, რომ გვიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს სტუმარს, რომ გვეწვიეთ დღეს.